წარმოიდგინე, რომ მთელი ხილული სამყარო, ვარსკვლავები, პლანეტები, ადამიანები და გალაქტიკები სამყაროში არსებული მატერიის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გალაქტიკები ბევრად უფრო სწრაფად ბრუნავენ, ვიდრე ხილული მატერიის რაოდენობა ამის საშუალებას უნდა აძლევდეს. თუ მხოლოდ ის მატერია არსებობს, რომელსაც ვხედავთ, ბევრი გალაქტიკა დიდი ხნის წინ დაიშლებოდა. მაშ რა აკავებს მათ ერთად? რატომ არ იშლებიან გალაქტიკები? ერთ-ერთი ახსნის მიხედვით, გალაქტიკებს გარს აკრავს უზარმაზარი რაოდენობის უხილავი მატერია, რომელსაც ბნელ მატერიას უწოდებენ. ჩვენ მას პირდაპირ ვერ ვხედავთ, მაგრამ ვხედავთ მის გრავიტაციულ გავლენას ვარსკვლავების მოძრაობაზე, გალაქტიკებსა და თვით სინათლეზეც კი. მაგრამ რა არის ბნელი მატერია? ერთ-ერთი ვერსიით ის უცნობი ნაწილაკებისგან შედგება, რომლებიც თითქმის არაფერთან ურთიერთქმედებენ, გარდა გრავიტაციისა. სხვა ჰიპოთეზის მიხედვით, ბნელი მატერიის ნაწილი შესაძლოა სამყაროს ადრეულ ეპოქაში წარმოქმნილი პატარა შავი ფრელები იყოს. ზოგი მეცნიერი კი ფიქრობს, რომ ბნელი მატერია საერთოდ არ არსებობს და ჩვენ გრავიტაციის კანონები ჯერ ბოლომდე არ გვესმის. დღესაც არავინ იცის სინამდვილეში რა არის ბნელი მატერია. შესაძლოა მისი აღმოჩენა 21 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერული მიღწევა გახდეს. შენი აზრით, რა იმალება სამყაროს უხილავ ნაწილში?